მართალ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრი ისრაელში ქალაქ აშდოდში ქართველ ებრაელებს შეხვდა, რომლებიც ისრაელში საცხოვრებლად აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან წავიდნენ. აშდოდში 40,000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს. ქალაქში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც მოსახლეობა ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას შეძლებს. კობა სუბელიანი ისრაელის რეპატრიაციის მინისტრსაც შეხვდა. ქართველი ებრაელების მექაში ქალაქ აშდოდში შეხვდა სოხუმელ და ცხინვალელ ებრაელებს ქალაქის თავკაცის მოშე ვოთერაშვილის ორგანიზებით. ასეთი გუმხურვალე შეხვედრა წარმომედგინა ჩვენ ებრაელებს და ქართველებს გვაქვს უფლება ერთად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში და ცხინვალში. ნახე ასევე კულტურის ცენტრი, სადაც ქართულის გაკვეთილებს დააწესებენ მალე და ქართველი ებრაელები თავიანთ შვილებს, რომლებიც უკვე ქართულად ვეღარ საუბრობენ, ქართულს ისწავლიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს სჭირდება, ასე ვთქვათ, ასევე ისრაელში ძალიან დიდი ლობი, რომელიც მას მხარს დაუჭერს თუნდაც ოკუპაციის, დეოკუპაციის საქმეში და უამრავი სხვა პრობლემა გვაქვს. ჩვენ ერთნაირი ისტორიის მქონე ხალხი ვართ, ერთნაირად ვწვალობთ მთელი 20 საუკუნეა, 20-26 საუკუნეა და ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერაფერს ვერ მივახცევთ. ჩვენ ყველაფერს კი რაც შეგვეძლება, ყველაფერში გვერდში დაუდგებით ამის გულისათვის ჩვენ მზად ავალთ, რომ საქართველოს ჩვენი გამოცდილება თუ ბატონმა მინისტრმა ეს აღნიშნა, რომ ჩვენ ისრაელს შეიძლება სიმწვრით გვაქვს ეს გამოცდილება. მევაპირებ და მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, რძალი, შვილიშვილები, ჩემს ბევრ ახლობელს უნდა და უამრავ მეგობარს კიდევ ჩემსას, იმიტომ რომ ძალიან ბევრია მსურველი, რომ ჩვენ გქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს რა თქმა უნდა უსურვებთ როგორც ყველა ქართულ ადამიანს, რომ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოთ ტერიტორიები, ვფიქრობთ, რომ ძალიან ძნელი პრობლემა არის და გადასაწყვეტი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანს უნდა სჯეროდეს